რასაც ის ყველაზე აქტიური დაშაშებები. სათოი გავწით რამდენად? 400 კილომეტრის გავლა შეუძლია ამატებითი პატივი. ეს არის საერთაშორისო გადარეთ პრობლემა. ეხლა ჩვენ შეჭედა ვერ შეუყვეთა მაგრამ ეს სოფლებაზე ესეთი რაღაცა ძალიან აქტუალია. იგივე დიდგორის მეორე არის რეალურად რაოდენობრივად, მაგრამ სინამდვილეში ჩვისობრივად, შინაარსობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის. დიდგორი არის საფატრულო, სადაზვერვო, სუბუქი შეჯავშნული, ხოლო ეს წარმოდგენილი ლაზიკა არის ძიმე ჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ რადგანაც ბოლო 2 წელი სერიოზულად ვიმუშავეთ ამაზე შებრძელით ამ ამოცანის გადაჭრა, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას. ლაზიკა არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც არის მძლავრი და ადვილად მანევრირებადი. აღჭურვილია თანამედროვე შეიარაღებით და არის კარგად შეჯავშნული მანქანა, რაც მნიშვნელოვანია ჯარისკაცის უსაფრთხოებისათვის. მისი სალონი გათვლილია იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დაჭრილების ევაკუაცია ბრძოლის ველიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საამაყოა, ლაზიკა არის ქართული წარმოების ჯავშან მანქანა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე შეიარაღების ყველა მოთხოვნებს. ლაზიკა არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანი უზრუნველყოფს 14.5 ბრუნი გამტარი ტყვეებისგან დაცვას. ლაზიკას ეკიპაჟი შედგება 3 კაცისაგან, გარდა ამისა მას შეუძლია 7 კაცის დესანტის გადაყვანა ნებისმიერ რელიეფზე. ლაზიკა აღჭურვილი არის ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც შეიარაღებულია 23 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი და 7.62 მმ-ის კალიბრის ტყვიამქვევით. ლაზიკას ცეცხლის მართვის სისტემა იმართება შიგნიდან, რომელსაც გააჩნია დღის და ღამის ხედვის კამერა და ასევე თერმული ხედვის კამერა, რაც უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენას ნებისმიერ პირობებში.